თემურ ნიკაბაძე და დათო ჯანელიძე. აპლოდისმენტები. გამარჯობა. თემო ნიკაბაძე, რომელია თემო? ძალიან კარგი. ახლა თემო საერთოდ მაღალია უფრო. ხო, დათო, ნუ დათო. დათო. განათლება ვცდილობს სწავლას და საქმიანობა აქვს თემოს მაგარი. სად მცალია საქმისთვის? იმიტომ რომ ვცდილობს სწავლას. და მე ეცდება საქმიანობას. ძალიან დათოს მინდა ვთქვა ძალიან ქუთაისელები ძანდებით. საინტერესოდ გაქვს ძალიან ანკეტა შევსებული განათლება 105 კილოგრამი. უწერია. ონა განათლება, მაგრამ ჩამოვიდა 105 კილოზე. მაგრამ ჩამოვდნია. ესე იგი საქმიანობა გაქვთ ძალიან კარგი. დურგალი ოღონდ ყველა თითი მაქვს. ესე იგი ანუ კარგი დურგალი. ჰობი მუშაობს. მე ჰობი აქვს ჭამა. ყველა თითი თუ გაქვს შეჭამ. კარგად შეჭამ. კარგი. ეს მიუბრუნდები თემოს რა. თემოს უწერია ესეთი რაღაცა. მოგების შემთხვევაში რაში გამოვიყენებ თანხას? გამოვიყენებ და მივაგდებ. აგიხსნით, ემო რა. აგიღებ თანხას იგებ. ხალხს არ იგებ. მე მომეწონა. ტრანსფერი ყველა მამაკაცები ერთნაირები ხარ. ფული როა. მე მომეწონა, კარგი. ნუ რა ვიცი, მე შეკითხვა არა მაქვს ერთი თემოს აქვს ძალიან საინტერესო ჰობი, ცხვირით სუნთქვა. დიახ, ძალიან სასიამოვნო პროცესია ხო? მინდა გისურვოთ რომ დიდხანს გქონდეთ ეს ჰობი. ამდენი ხანი იქნება დაახლოებით ცხვირით არის სუნთქვა. რა გამოცდილება გაქვს? ბიჭებო, მზად ვართ? მზად ვართ. წესებით უგნებავთ შეგახსენებთ. არა, იყოს კაცი. კი ბატონო. 1, 2 და 3. რაც ქუთაისი გალამაზდა, ბევრი ცნობილი სახე ჩამოდის. მაგალითად, გუშინში შევეწერეთ ასეთ ძალადობის ფაქტს. ქუჩაში მოდიოდა ქათამაძე. მას უკან მოძდებდა მამალაძე. ჩიხიდან გამოვარდა ჩინჩალაძე და იქან აბავი ატყდა. წარწერა თანამედროვე პრეზერვატივზე, გაუზიარი ანის. სოფელში ისეთი გაპარტყალებული ქათამი მყავს, რედბულიც ვერ აფთიანებს. როგორი ქათამი? ახალი სიტყვა. ქოსა. გაპარტყალებული. ყველა სიტყვა იწერება. გაპარტყალებული. კარგი, ახალი სიტყვაც მოგვემატა. ბიჭებო, 50 ლარი თქვენია, გილოცავთ. ვაგზელებს, თამაშს ალბათ. რა თქმა უნდა, ვაგზელებთ. მაშინ 1, 2 და 3. მოდი ვნახოთ სიტუაცია ტიტანიკზე. გამომყევი როუს, გემის კიჩოს და კელი გააშალე, თვალი დახუჭე და მომენტე. ვასკიდარიგდარო, რას მიყურებ გოგო? ვასკიდარიგდარო. ოპა. მოდი ვნახოთ გიორგი ვარდოსანიძე გამოდის საროსკიპოდან. ისა, რამდენი მოგართვათ? 100 ლარი. აიღეთ. დამსახურებული 100 ლარი. არა, ხო, გასაგებია რა, ღირდა. დაჟე, 150-იც რო ეთქვა. ისა გააკეთა, რომ გადამხდელი იყავი. საროსკიპომ გილოცავთ ბიჭებო. 100 ლარი თქვენია. ეს ძალიან კარგია. ვაგზელებს. როგორი 100 ლარი? რას ვარცევ ნაყოთ? როგორი 100 ლარია? 100 ლარი. დამსახურებული 100 ლარი. მართლაც თქვენია. ეხლა რა ვქნათ? გავაგზავნოთ ამას. გავაგზავნოთ, რა კარგია. 1, 2 და 3. მე და ჩემ წორს ისეთი ზღაპრული სექსი გვაქვს, მეზობლის ბავშვები ბასტი ბუბუს აღარ უყურებენ. ჩემი მეზობელი იმე არის დებილია, ბავშვის მაგრად აბგონი გააკეთა. სიტუაცია წინდახედული სტალინი. ისა, გადამიფუძე რა. ჰიტლერის სექსის შემდეგ. ქალი, მალადეც, ვიძია. მოდი ვნახოთ მამაშვილის ციკლში. მამა, რო გამოაცხადეს სასიკვდილო ნომერიო, რატო არავინ მოკვდა? მამა! მამა! მოდი ვნახოთ ვაკელი ვამპირი. ეხლა კი ჩემი მეგობარი დათო შეასრულებს სასიკვდილო ნომერს. დათო, მოკვდი. მოკვდი. სერიოზული პლასტიკა.
კი მოგვისპო მიკროფონი ძალიან ლამაზად ხვდებით, მინდა გითხრა. სერიოზული პლასტიკა მე მომწონს, ძალიან კარგია. რა ვიცი, დამსახურებული 200 ლარი. რა კარგია. დამსახურებული 200. ბიჭებო, რა ვიცი, კიდე კლუბიტი რაღაცები გესოდნებათ, ხო, ვაგზელებთ? არა, მოდი შევწყვიტოთ. აი, ჩამოყალიბდეთ იქ და ეხა ერთი ისაყის ვაგზელებთ და მეორე. გაცოცხლება აკაც ისეთი. აი, გავაგზავნოთ, მაშინ როგორ გავაგზავნოთ. ხო, გავაგზავნოთ. მაშინ 1, 2 და 3. ვარ ნახმარი, კაი სახმარი, აცხადებს ძველმანები. მოდი ვნახოთ ფარცხანაყანებელი ბავშვი ხდება ლექს. კარი ქრის, ვაი ბარნიკი. თემო, ნუ ინერვიულებს შენ. მე ხო მივდიოდი ჯარში. და აღარ მივდივარ. როდო? დამბრაგეს. როდო? კპ-ში სწავლობდი. მოდი ვნახოთ ბრუსლი ქუთაისში. ბრუსლი! სროგი რა. ერთი გააკეთე რა თავიდან რა გეხმე ერთი მხოლოდ ბრუსლი. ბრუსლი! კარგია, დამსახურებული 400 ლარი. საფინალო წუთი, ბიჭებო, ძალიან კარგად მიდიხარ. ზეკიჩანი ექნება, მიდი. მიდით. 1 წუთი და 1000 ლარი ღირს. დაგინე. არ გაძალებთ. ნახოთ. ვითამაშეთ. კარგი გენდობი შედა მე გაგიხარ. მზად ვარ? წილატო ვაგზელებ. საფინალო წუთი, ფინალი 1, 2 და მობილის დიჯიური 3. სიტუაცია გაჩერებაზე, აი მე ჟეკარა დისმავა. გოგონაშ, თქვენი სახელი? აუ არ გეტყვი. არ მეტყდა რომ გლეწავ თავაგიდან წვები. მარლა დათო, ეხა ქუჩაში რომ მოვდიოდი, გოგომ თვალე გამოგაყოლა. ტევევასე. არა შენი შეშურდა. ესე იგი, ჩემი მეზობის ქათამა იმ ხელა კვერცხიდან და პატრონი გახარებული იყო, ჩემზე დიდი კვერცხებს ყოფილაო. თემო, კვერცხზე გამახსენდა. შენ თუ იცი რა დავადება ჰიპერტონია. ჰიპერტონია არის დავადება, როდესაც წნევა აღტუნებს ადამიანს ზევით, ქვევით. საღოლ შეცოს ჰიპერტონია ქონია? აღარა. თემო, ჩვენ ხომ მივდივართ გაცინე და მოიგეში. ხო და გუში ვიყავით ნიკასთან სახში. ხო და უძახი გავსკდი შვაზე ხო ვერ გავაგონე. რატო? მაგერი დიეტაზე. და ალბათ სულ ხარჭანა. აი. მოდი ნახოთ პამელა ანდერსონი ოჯახში. დედა, სტანდარტი კაცოს ბავშვი. დედა, აქ ხარ დედა. ძალიან გული დამწყდა მართლა, ძალიან გული დამწყდა, იმიტომ რომ მინდოდა რომ 1000 ლარიც მოეგო. რატო გათამამდი დათო? არა, კარგი. არა, მას მივხვდა მოგავალთიქეთ მე და. კარგი იყო, მართლა კარგი იყო, ღირდა. მართლა მე ძალიან დამწყდა გული მართლა. კი, ღირდა ეს ფინალიც, იმიტომ რომ ვაი და მართლა, არა, კარგი იყო, ძალიან კარგები ხართ ძალიან. უნდა გითხრა. ძალიან ბევრი კარგი ხუმრობა ქონათ რა. მაგრამ ხო წაშის გარეშე ჯერ არ გაგიშვებთ ერთი. ძალიან კარგები და ბოლოს არ ქონდა ძალიან. აუცილებლად მოდით ისევ ამ სცენარზე. აუცილებლად. დამსახურებული აპლოდისმენტები. დიდი მადლობა.